იქამდე სანამ სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციებს დაუწესებდა ივანიშვილის რეჟიმის 20 პირს იქამდე სენატში გაიმართა უმწვავესი მსჯელობა საქართველოს შესახებ, სადაც სენატორებმა ჯიმ რიშმა და შაჰინმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსლასთან დაკავშირებით, მათ იმედგაცრუება გამოთქვეს ამერიკის მთავრობის მისამართით და პირდაპირ თქვეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი სათანადოდ არ ისჯება იმ ქმედებების გამო, რაც არის ადამიანის უფლებების დარღვევა. სწორედ ამიტომაც, როგორც რესპუბლიკელმა, ასევე დემოკრატმა სენატორებმა მოუწოდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ასევე სახაზინო დეპარტამენტს დაუწესონ რეალური სანქციები იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და არღვევენ ადამიანის უფლებებს. სენატორმა შაჰინმა პირდაპირ თქვა ის, რომ ქართული ოცნება ახლა საბჭოთა კავშირის სახელმძღვანელოდ იმოქმედებს, ამიტომაც ის არ იხდის სათანადო ფასს, რასაც ქართველი ხალხი ამერიკისგან ელოდება, ამიტომაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დროულად უნდა გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები და უმკაცრესი სანქციები უნდა დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს. სენატორ შაჰინს ასევე შეუერთდა რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელმაც ასევე მოუწოდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ უმწვავესი სანქციები განხორციელდეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. Talk about the deteriorating political situation in the country of Georgia. მინდა ვისაუბრო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც სულ უფრო უარესდება და მოვუწოდებ ამერიკის მთავრობას მიიღოს სასწრაფო საპასუხო ზომები. სენატორ რიშს და მე საქართველოს საკითხზე მუშაობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. ჩვენ აქ ვიყავით 2012 წელს, როცა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენ მაშინ შევთანხმდით, რომ ის არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. მაშინ სენატორი რიში ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრს ხელისუფლების გადაბარების საჭიროების შესახებ. ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ხმის მიცემას ფონად უძღოდა მუქარები, ხშირ შემთხვევაში ძალადობა. არსებობს მტკიცებულებები, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება განსაკუთრებით მიზანში იღებს აქტივისტებს, ოპოზიციონერებსა და რიგით მოქალაქეებს. შესაბამისად, ეს არჩევნები 2012 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, რომელსაც პირადად ვაკვირდებოდი, არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. გასაგებია, რატომაც არ უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ამ არჩევნების შედეგებს. არჩევნების შემდეგ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ძირი გამოითხარა ქვეყნის ევროატლანტიკური გზისთვის და გამოაცხადა, რომ ქვეყანა აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებებს. რა თქმა უნდა, ეს არის ნაბიჯი, რომლითაც ვლადიმერ პუტინი კრემლში კმაყოფილი დარჩა და გააძლიერა საკუთარი გავლენა საქართველოს პოლიტიკაზე. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი აზრით ჩვენ საკმარის არ ვაკეთებთ. ვერ მოვახერხეთ გონივრული რეაგირება, რაც ხელს შეუწყობდა ქართული ოცნების ლიდერთა გათვლების სვლას. ისინი ფასს არ იხდიან თავიანთი ქმედებების გამო. ადამიანის უფლებების დარღვევა კარგადაა დასაბუთებული, მაგრამ სახაზინო დეპარტამენტმა ვერ დააწესა სანქცია ვერც ერთი ოფიციალური პირის მიმართ მათი ქმედებებისთვის. ეს დამანგრეველია და არ მესმის. მოვუწოდებ ადმინისტრაციას, რომ სასწრაფოდ იმოქმედონ. საქართველოს მომავალი საფრთხეშია და ქართველი ხალხი, რომელმაც არაერთხელ დაგვიჭირა მხარი, ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს. The US administration to stand with the Georgian people and their fight for a democratic future. 80% of the people want to continue to pursue both. ქართველი ხალხის 80% სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა ქართული ოცნება მონაწილეობს მზარდად შემაშფოთებელ ქმედებებში, მშვიდობიანი დემონსტრაციების წამებისა და დაკავებების ფაქტებში. კონგრესმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს უფლებას ჩაერიოს და სანქციები დაუწესოს პასუხისმგებელ პირებს ძალადობისთვის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს არ გააკეთეს. ქართულ ხალხს არ სურს საბჭოთა კავშირში ან რუსეთში დაბრუნება. მოდით გაუწიოთ ყველანაირი დახმარება, რაც შეგვიძლია, რომ მხარი დაუჭიროთ მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. სწორედ ამ განცხადებებიდან ზუსტად 4 საათში სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დააწესა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამჯერად უკვე 120 პირზე მეტია სანქცირებული ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. საუბარია სავიზო სანქციებზე და ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, ვინ არის ის 20 ახალი მაღალჩინოსანი, რომლებიც დაასანქცირა ბაიდენის ადმინისტრაციამ. მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესენი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის შესაძლოა იყოს ვახტანგ
გომოლაური და ის ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ ქუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ კერძო პირებს შორის შესაძლოა სანქციები დაწესებულიყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც, თუმცა ეს არის მხოლოდ მისი ვარაუდი, თუმცა თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საამერიკულ სანქციებში და ფინანსურ სანქციების სიაში ოლიგარქი აუცილებლად მოხვდება. ცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, რომელიც 30 წელი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი იყო და დღეს იმავე ამერიკის მხრიდან სანქციებში ყვება. თავისთავად ის, რომ განაცხადში ჩდებიან უკვე მინისტრები, რაც მაგალითად წინა შემთხვევაში არ ქონდა, წინა შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტის წევრები და მაგალითად პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ, მაგრამ ასე მითითებული არ იყო, რა თქმა უნდა. გვაფიქრებინებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სავარაუდოდ საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრზე, სუსის უფროსზე. შესაბამისად, ჩემი ვარაუდი იქნებოდა, რომ ამ 20 ადამიანში არის აუცილებლად შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის უფროსი. არიან შესაბამის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ვინც ამ ბრძანების უშუალოდ შემსრულებლები არიან პოლიციის მხრიდან. ხოლო რაც შეეხება კერძო პირებს, მე ვარაუდობ, რომ ეს კერძო პირი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, მაღალი თანამდებობის პირები, გრიგოლ ლილუაშვილი, გომელაური, ეს ადამიანები არიან ცხადია პირველი სამიზნე, მათ შორის დასავლეთის, იმიტომ რომ ეს ბანდფორმირება ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში კლავს დემოკრატიას. ადამიანის უფლებას თელავს ფეხქვეშ, ამიტომ შემდეგი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი დარწმუნებული ვარ იქნება ფინანსური სანქციები, რომელიც კონკრეტულად აი ამ მაღალ თანამდებობის პირებს და მათ გარემოსვას შეეხება. თუ საუბარია სანქციებზე და პასუხისმგებლობაზე ამ ავტორიტარული რეჟიმის შექმნისთვის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთადერთი პასუხისმგებელი პირი და დანარჩენი მისი ლაქიები, დამატებით სანქციები იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე სენატორ შაჰინის განცხადება, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვა, არამედ ფინანსური სანქციები დაეწესოს ამ ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედებს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროკავშირიც გადადის მოქმედებაზე. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტში მომდევნო რამდენიმე დღეში გაიმართება მსჯელობა საქართველოს შესახებ, სადაც ევროდეპუტატები კაია კალასთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად ისაუბრებენ საქართველოში დემოკრატიის უკუსმასთან დაკავშირებით.